დღეს ისევ ომის თემით მოვედი, რომელიც არის კაცობრიობის წინაშე ალბათ ყველაზე მძიმე დანაშაული, როდესაც პოლიტიკოსები თავის ამბიციებს ადამიანების უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს პობენ და ვფიქრობ მათი მეთაურების სიკვდილით და წამებით უნდა იყვნენ დასჯილები. დღეს წარმოგიდგენთ ერიხ მარი რემარკის წიგნს ჟამის სიცოცხლისა და ჟამის სიკვდილისა. რემარკი თქვენთვის ალბათ ყველასთვის ცნობილია, უნიკალურია რემარკი, მისი გადმოცემის სტილი, მანერა, გასაგებია. ეს წიგნი არის ძალიან მძიმე. როდესაც შვებულება ეკუთვნოდა ჯარისკაცს, დაბრუნდა ორი კვირით სახლში, მისი სახლი დანგრეული იყო, ეძებდა მშობლებს, მაგრამ ვერ მიაკვლია. ის მაინც იცოდა, რომ ცოცხლები იყვნენ, მაგრამ ვერ პოულობდა. ამ შვებულების პერიოდში მოიყვანა იზაბელი ცოლად და როდესაც დაბრუნდა, უკვე შვებულება რომ გავიდა, 4 ადამიანი, 4 რუსი ჩაუვარდათ ტყვედ, რადგან მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ ესენი იყვნენ პარტიზანები. რატომღაც ჯარისკაცს ეჭვი ეპარებოდა არ იქნებიანო, იმიტომ რომ ისე გამოიყურებიანო. როდესაც მიხვდნენ, რომ მათ სიცოცხლეს, ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, გადაწყვიტა თავარმა გმირმა, რომ ეს 4 ტყვე გაეშვა. ამ კინკლაობაში, რომ მეორე მაიორი ეუბნებოდა, რომ უნდა დავხოცოთო ასეთი არის წესიო ტყვეებს, ვერ გაუშვებთო ესეო, ამასობაში თავარმა ჩვენმა პერსონაჟმა მოკლა თავის მეგობარი და გაუშვა 4 ტყვე. ის დარწმუნებული იყო, რომ ისინი არ იყვნენ პარტიზანები, არ გვანანო პარტიზანებსო და რაც მერე მოხდა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, არ დაგასპოილერებთ, ერთ-ერთი მომენტი ძალიან მომეწონა და ჩავინიშნე. ეკლესია ერთადერთი დიქტატურაა, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაძლო და დამეთანხმებით, რომ მსოფლიოში ეს მართლა ესია ყველგან. ერიხ მარია რემარკი უკვდავი წიგნით აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.